საქართველოს მელიორაციამ ზემო სამგორის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი. მისი განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სარწყავის სისტემების განახლება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის საქმიანობისთვის, ასევე ადგილობრივი ფერმერებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწყავის სისტემების განახლება და წყალსარგებლობის ფართობების წყლით უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე მიყოფებით სოფელ გამარჯვებასთან, სადაც თითქმის 3 კილომეტრამდე ქვემო მაგისტრალური არხის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ უშუალო მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი აღნიშნული პროექტის განხორციელებით და გამოვთქვათ სადყოფნას, რომ აღნიშნულ პროექტს კიდევ გავაგრძელებთ და როგორც მაგისტრალური არხის მშენებლობას პარალელურად განახორციელებთ პირველი და მეორე რიგის და შემდეგი რიგის გამონაწილებელ სისტემებს. არხს ჰქონდა ძალიან დიდი დანაკარგი. არხის მიმდებარე ტერიტორია ვერ ვითარდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ იყო ძალიან ბევრი მიწისქვეშა წყალი და ფიზიკურად შეუძლებელი იყო შენობა ნაგებობების დადგმა. მოსახლეობა ვერ იღებდა წყალს ისეთი რაოდენობით, როგორიც სჭირდებოდა. აღნიშნულმა პროექტმა განაპირობა, რომ უკვე სახეზეც ხედავთ, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები უამრავი, მოსახლეობაც კმაყოფილი არის, რომ შესაბამისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, უფრო განვითარდება სოფლის მეურნეობა სოფელში. ძალიან დიდი საქმე არის გაკეთებული, იმიტომ რომ ძველი არხი სანამ ფუნქციონირებდა, ხო დანაკარგები იყო წყლის ძალიან ბევრი და პრობლემა იყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ ცენტრალურ არხებს, რომელიც არა მარტო გამარჯვებისთვის, თითქმის ყველა იმ დასახლებული პუნქტისთვის, ვინც კი ამ არხით სარგებლობს, ყველასთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო მოსახლეობისთვის, თვითონ სახელმწიფოსთვისაც, იმიტომ რომ გაფართოვდება სახნავ-სათესი ადგილები, მომსახურება, მელიორაციისა გაფართოვდება.